სამართალდამცველებმა 10 კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს. ჯგუფში ავტოდილერები და ხელოსნები შედიან. მათი დანაშაულით სავარაუდოდ ავტობიზნესს უკავშირდება. კურიერის კორესპონდენტი ბექა მჭედლიშვილი გვერდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. ბექა, რა დანაშაულისთვის დააკავეს ჯგუფის წევრები? გამოძიების ინფორმაციით დაკავებულები შეგნებულად ცვლიდნენ უცხოეთიდან ჩამოყვანილ მეორად ავტომობილებზე კილომეტრაჟს და ის ამის შემდეგ უკვე ავტომობილებს მაღალ ფასებში ყიდნენ. სწორედ ამას ისინი სხვადასხვა ტექნიკის საშუალებით ახერხებდნენ და სწორედ კომპიუტერული მონაცემების უნებართო შესვლისა და თაღლითობაში დახმარების ბრალდებით სამართალდამცველებმა სულ დააკავათ 15 ადამიანი. აქედან არის 7 სხვადასხვა ხელოსანი, რომლებიც ავტომობილების მრეწველების ჩამოყრაზე მუშაობდნენ და ასევე არის კიდევ დაკავებული 8 ავტოდილერი, ვისაც უშუალოდ ჩამოყავდათ ეს ავტომობილები. გამოძიების ინფორმაციით ისინი სპეციალური სქემით მოქმედებდნენ და ეს სქემა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს პროკურატურასთან ერთად გაშიფრეს. სქემა კი ასეთია, თავდაპირველად ავტოდილერებს მანქანები შემოყავდათ როგორც ამერიკიდან, ასევე გერმანიიდან. ამის შემდეგ ისინი უკავშირდებოდნენ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ ხელოსნებს და შესაბამისად სოლიდურ თანხას უხდიდნენ ისინი ამ ხელოსნებს. ამის შემდეგ კი ხდებოდა უკვე ავტომობილების გარბენის ქვევით დაწევა, რაც ნიშნავდა იმას, რომ იყიდებოდა უკვე ავტომობილები გაცილებით მაღალ ფასებში. ხშირ შემთხვევაში ხდებოდა ისე, რომ ავტომობილებს ამის გამო ორმაგ ფასადაც კი ყიდნენ. სინამდვილეში კი რა თქმა უნდა მოტყუებული რჩებოდა მომხმარებელი. სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთის წინ გავრცელეს მათი აღიარებით ჩვენება. აღსანიშნავია, რომ თავად დაკავებისას ბრალდებულებს აღმოაჩნდათ ყველა ის იარაღი, რომლის საშუალებითაც ისინი ავტომობილების კილომეტრაჟს ამცირებდნენ. მუშაობდით იღუმში ბელიაშვილის 5 ნომერში. მუშაობდით მანქანის ელექტრიკოსებად, ყრიდით მანქანის სპიდომეტრს, ასე რომ ვთქვათ, ჩამოყრას ვაკეთებდით დღეში 60 მანქანას და დღეში მანქანიდან მიღებდით სავარაუდოდ 20-30 ლარს. მუშაობ ბელიაშვილის 5 ნომერში, ელექტრიკად. ზოგიერთ შემთხვევაში ჩემთან მოყავდათ ამერიკიდან ან გერმანიიდან ჩამოყვანილი მანქანები, რომელსაც ვარემონტებდი, ვაკეთებდი და რომელზედაც კლიენტი მთხოვდა შემდგომ კილომეტრაჟის მაღლიდან დაბლა დაწევას. რასაც ვაკეთებდი სპეციალური პრიბოლით, რომელსაც ეწოდება ტახოფრო, რაშიდაც ვიღებდი გასამსჯელოს 20 ლარიდან 30 ლარამდე ან ზემოთ. გერმანიდან ჩამოყავდა ავტომანქანები, კილომეტრაჟი 200-300.000 გარბენით. მე მყავდა ლესელიძეს ქუჩაზე არტურასთან, კილომეტრაჟი ჩამოიყარა 120-150-მდე. დაახლოებით მექნება 1.40-50 მანქანა მიყვანილი. დავდივარ გერმანიაში, ჩამოვყავს მანქანები გერმანიიდან. ყოფილა შემთხვევა, როდესაც სპიდომეტრი გარბენი 200.000 ნაცვლად ჩავამიყრია 100.000-ზე. ყოფილა შემთხვევა, ასეთი შემთხვევაც აზერბაიჯანელი ყიდველის სურვილის გამო ჩამოვყარე სპიდომეტრი. აღნიშნული პირები საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილ მეორად ავტომანქანებზე ახსენებული ხელოსნების მეშვეობით ავტომანქანების განვლით საერთო მანძილის გარბენის ჩამოყრის გზით მოტყუებით ზრდიდნენ მანქანის ფირღირებულებას, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენებს ხედველებს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიების შედეგად დამოღებულია ხელსაწყოები, რომლის მეშვეობითაც ახსენებული პირები ავტომანქანების განვლით საერთო მანძილის მონაცემებს ცვლიდნენ. დღეში რამდენიმე დაზარალებულს ვესაუბრეთ და მათ შორის არიან ისინი, ვინც სწორედ მეორადი ავტომობილები შეიძინეს. ისინი ერთ-ერთი მათგანი ყოფა, რომ მან თავდაპირველად ავტომობილი Mercedes-ის მარკის ავტომობილი შეიძინა, რომელსაც ჰქონდა გარბენი 100.000 კილომეტრი, თუმცა მოგვიანებით კომპიუტერზე შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ავტომობილს სინამდვილეში გავლილი ჰქონდა 300.000 კილომეტრზე მეტი. 2010 წლის ნოემბერში რუსთავის ავტობაზრობაზე შევიძინე Mercedes მარკის ავტომობილი CLK და როგორც იმ დროისთვის ნითხეს, გარბენი იყო 136.000. შემდეგ მოგვიანებით ჩავამოწმე მანქანა Mercedes-ის ცენტრში და აღმოჩნდა, რომ მინიმუმ 100.000 ჰქონდა ჩამოყრილი გარბენი მანქანას. რითაც ვთვლი, რომ დავზარალდი და მანქანას ყოველდღურად ექნება პრობლემები. რუსთავის ბაზრობაზე მივედი Mercedes-ის საყიდლად. შევარჩიე ერთი მანქანა და მის მფლობელს ამბროსის ველაპარაკე. უთხარი შეკეთებული იყო თუ არა ავტომობილი. მიპასუხა, რომ გამართული იყო მანქანა, რომელსაც 157.000 კილომეტრი ჰქონდა გავლილი. Mercedes-ის ცენტრში მივედი და შევამოწმებინე. იქ მითხრეს, რომ 360.000 კილომეტრი აქვს მანქანას გავლილიო. მომატყუეს, მანქანა ყოველდღე ფუჭდება. გამოძიების ინფორმაციით დაკავებული
დაკავებულები თაღლითური სქემით მოქმედებდნენ ასევე რეექსპორტის შემთხვევაშიც, როგორც სამართალმცველები აცხადებენ, მოტყუებული დარჩა ასევე რამდენიმე უცხოელი მოქალაქეც, რომელსაც სწორედ რეექსპორტით გაყავდა ქვეყნიდან ავტომობილები. ფაქტთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება და ამ შემთხვევაში სამართალმცველები ვარაუდობენ, რომ არ არის გამორიცხული, რომ ძიების პროცესში კიდევ სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთოს, რაც შეეხება დაკავებულ 15 ადამიანს, მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა იმუქრებათ.